როლში დავიწყებ, რომ აქ არის უამრავი ადამიანი, რომელიც მიაგებს პატივს იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნის თავისუფლებას შესწირა თავი და იხედავთ კიდეც ტიტები სიმბოლურად, სანთლები და იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც აქ მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ სწორედაც რომ თავარს თავისუფლებას იცავდნენ, რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით მე არავინ არ დამინახავს აქ, თუმცა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს ვხედავთ, ასევე 12 საათზე პატა ბურჭულაძე მიმართა რამდენიმე წუთის წინ აქ მყოფ ადამიანებს და ზუსტად 12 საათზე მაშინ როდესაც 9 აპრილის გათენება დაიწყება, მიმართავს ის მოქალაქეებს და უფრო მეტი კონკრეტული დეტალი გახდება ცნობილი. აქ ხედავთ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც იკრიბებიან. მე ვეცდები გავესაუბრო მათ, ვისაც სურვილი ექნება. გამარჯობა. თუ შეიძლება გკითხავთ, 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა იმას, რომ ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვრ. აი ის პერიოდი რომ გაიხსენოთ, თქვენც იყავით თუ არა ამ მონაწილე ვიყავი, განსხვავებით იმათგან შევძელი, რომ განგებამ გადამარჩინა და ქაშვეთის ეზოში შეგვიფარეს მაშინ. სამწუხაროდ ის არის, რომ 16 წლის შემდეგ იგივე საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას და ამდენი ადამიანის ზვარაკად შეწირული სული ამაო არის სამწუხაროდ. და იგივე ბრძოლისთვის, იმიტომ რომ ჩვენ თაობას დაესრულებია და 2 წლის შემდეგ გამოცხადებული უზენაეს საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აქტი, არ მეგონა რომ ნამდვილად 36 წლის შემდეგ ისევ დასასველი გვექნებოდა. სამწუხაროა ნამდვილად და ამ თაობას უნდა ეცხოვრა უფრო ლაღად ევროპული იდეებისთვის და გამარჯვებული საქართველოს უნდა გვენახა და იმედია გავიმარჯვეთ სახელოვნად. თქვენი და ჩვენი თაობა ერთიანდება. აი ერთიანობას რამდენად აქვს მნიშვნელობა ხალხში და ის რა გონიათ აი აქედან გამოსავალი თქვენი გაიხსენეთ ის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ პოლიტიკური კლასი და საზოგადოება თვლი რომ დაცილებულია ერთმანეთისგან. დღევანდელი დღე მოიტანა გაზრდილმა საზოგადოებამ. აქ პოლიტიკური კლასი არ არსებობს. არავინ არ მოდის აქ რომელიმე პარტიისთვის. ჩვენი პარტია არის სამშობლო საქართველო და თვლი რომ ბოლომდე დავიცავ საქართველოს ღირსებას და გავიმარჯვებ. მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც დამოწმე უკვე თავისუფალ საქართველოში დავუყარეთ. მადლობა. რაც შეეხება ზედა ნაწილს გადავინაცვლებ, ისევ თუ კი მოგეცემა შესაძლებლობა, სადაც უკვე აქციის მონაწილეებს აქვს ფოტოსურათები გამოფენილი, დიდი ფოტოსურათები იმ ადამიანებისა, რომლებიც სწორედ ამ ასე ვთქვათ ტრაგიკულ დღეს შეეწირნენ და აქ მყოფი ადამიანები, ასე ვთქვათ, აქაც მიაგებენ პატივს და ბევრია ასევე საერთაშორისო უცხოური მედია, რომელიც დღეს აქ ადგილზე მუშაობს და მათ შორის ასე ვთქვათ ინტერესდებიან სწორედ 36 წლის წინ განვითარებული მოვლენებით, რაც შეეხება პარლამენტის ზედა მხარეს, იქ უკვე არიან პოლიტპატიმრის ოჯახის წევრები. მე ვეცდები გავესაუბრო ისევ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი ექნება. გამარჯობა. თუ შეიძლება გკითხავთ, არის კი ბატონო. გამარჯობა, რომ გკითხოთ, თუ შეიძლება 9 აპრილს თქვენს აქ ხდებით როგორც ეს დღევანდელი დღე თქვენთვის ნიშნავს, ჩვენ შედარებით პატარა თაობა ვართ, უკვე თავისუფალ საქართველოში გაზრდილები. რა მნიშვნელობის არის ეს დღე და რატომ გვეწევს დღეს ისევ თქვათ, რომ საქართველოს თავისუფლება უნდა დავიწყოთ? 9 აპრილის დატვირთვა ბუნებრივია თითოეული ქართველისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. დამოუკიდებლობის დღე ბუნებრივია რომ თითოეული სუვერენული სახელმწიფოსთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის და ის სულისკვეთება, რაც მოაქვს 9 აპრილს, ეს არის დღევანდელი აქ მყოფი ადამიანების სულისკვეთებაც. და ბუნებრივია რომ დღეს არა მარტო რაღაც რეგიონულ დონეზე, არამედ საქართველოს კონტექსტში ამ დღის მნიშვნელობა კიდევ უფრო არის წინ წამოწეული და ალბათ თითოეული რაციონალურად მოასწრონა ინდივიდისთვის, რომელსაც აქვს არსებითად გადაწყვეტილი ამ ქვეყანაში დარჩეს იბრძოლოს დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და ის ადამიანების, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქ, სწორედ ამ ღირებულებებისთვის იდგნენ. ამიტომ ჩვენთვის ასევე თითოეული ქართველისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის ბუნებრივია
ისტორია. ამ დღის დაწურთიდან გამომდინარე დღეს აქ ყოფნა არის უმნიშვნელოვანესი და პირველ რიგში დღევანდელი არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს არ არის ორდინალური შემთხვევა აქ ვარ და არაორდინალური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების ასეთ დღეს არსებულ მოკლედ პოლიტიკურ სიტუაციას. ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ დღეს. მადლობა თქვენი დროისთვის. ასეთი აქ ადგილზე არსებული ვითარება მოქალაქეთა რაოდენობა მატულობს ტერიტორიაზე შეიძლება ვთქვათ და პირველი ბუნებრივია, ვინც იცის უახლესი ისტორია არის ის, რომ მოდის აქ და ამ ადგილზე პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, ვისი დამსახურებითაც და ბრძოლითაც ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ ვიცხოვროთ ჯერ კიდევ თავისუფალ საქართველოში და ეს ბრძოლა გრძელდება. ეს არის მთავარი სათქმელი ამ ადამიანებისთვის.